მოგესალმებით ჰოროსკოპი ჯისმენელს მაყურებელს მე ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი წარმოგიდგენ დღეს უახლოეს ერთი კვირის ზოგად ასტროპროგნოზს ამ როგორ იქნება ეს კვირა 12-18 იანვრის შუალედი ზოდიაქოს ნიშანთათვის და უპირველეს ყოვლისა მოდით აღვნიშნოთ რომ მთლიანობაში კვირა კარგია იმიტომ რომ ეს 12 რიცხვი მართალია ცოტა ოდნავ დაძაბულია მაგრამ არა იმდენად ის ყველაზე რთული პერიოდი აი წინა კვირის მეორე ნახევარი დასრულდა ამიტომ დანარჩენი პერიოდი იანვრისა გაცილებით უკეთესია მათ შორის ეს კვირაც გაცილებით უკეთესია ზოდიაქოს ნიშანთათვის ერთ-ერთი მოგწევთ ყურადღება კვირა დღეს 18 იანვარი უკავშირდება ახლომთვარეობას დღისგან ზოდიაქოს ნიშანში ახლომთვარეობა ამიტომ ის დროს ცოტა დაძაბული დღეა და გავიაროთ კვირა დღე ცოტა მშვიდად სტაბილურად არ აყვეთ პროვოკაციებს არავითარი მნიშვნელოვანი განსაკუთრებული აქ არ დაიწყო და ასე ვთქვათ ვეცადოთ რომ მაქსიმალურად ასე ვთქვათ მშვიდად გავიაროთ მეტად დავისვენოთ ამ დღის განმავლობაში დანარჩენი დღეები მაქსიმალურად გამოიყენოთ მაგალითად დავიწყოთ ვერძის პირველი ნიშნით ვერძებო უპირველეს ყოვლისა ეს პერიოდი შეიძლება ესე ვთქვათ რომ უკეთესია წინა პერიოდისგან განსხვავებით რომ პოზიტიურია მართალია როგორც თუნდაც თქვენი ჯერ კიდევ დაბალია ჯანმრთელობა კიდევ ცოტა ნარამდგრადია ამიტომ ცოტა მეტად დაასვენეთ საკუთარი თავი მაგრამ მთლიანობაში თუ გარკვეულ ტაქტიკას თქვენი მოქმედებისას შეცვლით და ასე ვთქვათ თქვენს აზროვნების ზოგიერთ სტილს ეს მოგიტანთ უფრო მეც დივიდენდებსაც და წარმატებებსაც აუჩვენოთ ისიც რომ ეს ის პერიოდი რომ მსვლელობისას უკვე შესაძლებლობა გეძლევათ იმისა რომ გაცილებით უკეთესად წარმართოთ ურთიერთობა კოლეგებთან ხელმძღვანელებთან ახალი გარკვეული კარიერული პერსპექტივები შეიძლება გამოჩნდეს და თქვენი წინსვლის შესაძლებლობებიც აშკარად თვალშისაცემი იქნება ამ პერიოდში თქვენი მოქმედებაც უფრო დიპლომატიურად და უფრო ადვილად მეესადაგებით რაღაც სიტუაციებს რომელიც შეიძლება აქ სწრაფად შეიცვალოს სხვათა განწყობასაც უკეთესად გრძნობ და ამ ხრივ ასე ვთქვათ მანევრირების შესაძლებლობა გაქვთ გაცილებით უკეთეს. Ყველაზე კარგია თქვენთვის 14 იანვრის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგოთ 17 იანვრის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც, რომელიც ცოტა ფრთხილად და წინდახედულად უნდა გამოთ. რაც შეიძლება კურო ზოდიაქოს ნიშნავადებს ეს კვირა რასკვირა გაცილებით უკეთესია, საერთო სიტუაცია უფრო სტაბილურია, ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადია, ფსიქოემოციურადაც უფრო სტაბილური ხდებით და მოდი ამშვიდეთ რომ ეს ის პერიოდი რომ შეიძლება ალტერნატიული ვარიანტები გაჩნდეს სხვადასხვა პრობლემების გადაწყვეტის დროს. და ამასთან ერთად თქვენ უფრო შეუპოვარი ხდებით მიზნის მიღწევის კუთხით, უფრო მიზანსტრაფული, უფრო რეალურად უყურებთ სიტუაციას, მოვლენებს, რომელიც ხდება თქვენს სიუგლით, თქვენი ტაქტიკა მოქმედებისა უფრო სწორია, მიესადაგება სიტუაციებს, თუმცა ვუსვათ ისიც რომ ეს ის პერიოდი რომ მსვლელობისას თქვენ შეგიძლიათ სხვათა შორის აბსოლუტურად სხვანაირად გადახედოთ ზოგიერთ ცხოვრების მოვლენებს და სხვა შორის გზავრობა მოგზაურობის კუთხითაც პერიოდი კარგია უცხოელებთან კონტაქტები შეიძლება მეტად ნაყოფიერი ფერის იყოს ამ თვალსაზრისითაც ტენდენციები არის უდაოდ საწკეთო და მრავალფეროვანი კონტაქტები შეხვედრები საჭირო ინფორმაციის მისაღებად პარტნიორული თანამშრომლობისთვის ეს კვირა გაცილებით უფრო უკეთესია და წარმატებულია ყველაზე კარგია თქვენთვის 12-18 რიცხვები იანვრისა და არ ვარგათ 14 იანვრის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. ეხლა რაც შეეხება უკვე პირველ რიგში ტყუპების ზოდიაქოს ნიშნავადებს აღვნიშნოთ რომ ამ პერიოდში გაცილებით უმჯობესდება თქვენი ურთიერთობა უშუალოდ იგივე საქმიან პარტნიორებთან, ბიზნეს პარტნიორებთან, სასწავლო პარტნიორებთან, რაც ძალიან კარგად მოქმედებს. თქვენზე ეს გაძლევთ შორის ერთობლივი პარტნიორული ნაყოფიერი თანამშრომლობის შესაძლებლობას. მართალია რგოტონუსი ჯერ კიდევ ცოტა დაბალია, ამიტომ ნუ გადაიღლებით და შეეცადეთ არ გაცივდეთ, მაგრამ ის რომ განწყობა თქვენი უმჯობესდება, ეს უდავოა. შეიძლება ახალი სხვა შეცდომები მიიღოთ და გარკვეულწილად თუ კარგად მოიფიქრებთ, ზოგიერთი სარისკო მოქმედებაც იქნება გამართლებული. ახალი შეიძლება შესაძლებლობები გაჩნდეს, მათ შორის, რომელიც ხელს შეუწყობს თქვენი მატერიალურ მდგომარეობის გაუმჯობესებას, თქვენს პროფესიონალურ წინსვლას. არის გამორიცხული, რომ ამ პერიოდში უკვე გარკვეული ცვლილებები შეიძლება მოხდეს, მათ შორის სამსახურო სფეროში და სხვა შორის ეს ცვლილებები სულაც არ იყოს ცუდი თქვენთვის პირიქით. შეიძლება ახალი პერსპექტივებიც კი დაისახოს ამის შედეგად. ყველაზე კარგია თქვენთვის 15 იანვრის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგათ 17 იანვრის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. მაგრამ ნუ ეხლა სავსე მთვარეობა, ანუ 18 უბრალოდ ახალ მთვარეობა 18 რიცხვი რომ ყველამ ძალიან ფრთხილად უნდა გავიაროთ.
და მშვიდობიანად აქ არ ვიკამათო და პროვოკაციებს არ აყვეთ, ეს მე მგონი ყველა მიცით, მათ შორის ჯგუფებმაც. რაც შეეხება კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნე დაავადებულებს, კირჩხიბებო პერიოდი კარგია, იმიტომ რომ ერგოთმოსი თქვენი ასეა თუ ისე მაღალია, ჯანმრთელობა უფრო მდგრადია, სიტუაცია ტრანსფერული უფრო სტაბილურია და აქ თვითრწმენაც მოიმატებს შესაძლებლობები იმისა, რომ სიტუაცია სასიკეთოდ შეცვალოთ, თქვენ მდგომარეობასაც შეცვალოთ, ერთივარად მოიმატებს და უმჯობესად ისიც რომ ეს ის პერიოდი, რომ მსვლელობისას შეიძლება საინტერესო გეგმები დაისახოს, მათი პრაქტიკული რეალიზაციაც კი მოხდეს, ამის კარგი შანსები და შესაძლებლობები გვაქვს უდაოდ და ეს ის პერიოდი, როდესაც უფრო მეტად ლაგდებით. დაალაგებთ თქვენს აზრებს, თქვენს ურთიერთობებს, თქვენს გეგმებს და ასე შემდგომ, რაც გაძლევთ საშუალებას, რომ გაუმჯობესოთ ურთიერთობა ხელმძღვანელებთან, კოლეგებთან და ეს თქვენს პროფესიონალურ წინსვლაზეც მეტად სასიკეთოდ აისახება. ეს კარგია თქვენთვის 12-18 იანვრის დღეები ეს რიცხვები და არ ვარგათ 14 იანვრის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. რაც შეეხება იმპერატორთან ნიშანს ლომის ზოდიაქო ეგულისხმება, ეს პერიოდი რასკვლელი უფრო ჰარმონიული სასიკეთო პერსპექტივების მატარებელია. წინა კვირის მეორე ნახევრის შემდგომ, რომელიც უფრო რთული იყო და აქ ენერგოტონუსიც გემოტება. თუმცა არა იმდენად, რომ თქვენ ახლა ზედმეტი პასუხისმგებლობა აიღო და ზედმეტ სარისკო მოქმედებას ჩართო. ამისთვის ეს პერიოდი ჯერ კიდევ არ ვარ. ამიტომ ჯანმრთელობას მაინც გავფრთხილდეთ, ეცაით არ გაცივდეთ. მაგრამ სვამხრივ პერიოდი კარგია, იმიტომ რომ ის ხელს შეუწყობს მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მორალურ კმაყოფილების მოტანას სხვა შორის და ეს პერიოდი, როდესაც თქვენი დაფასება სხვათა მხრიდან უფრო თვალში საცემი გახდება. აქ შეიძლება ახალი საინტერესო საქმეების წინაშე აღმოჩნდეთ და მოდიამშვიდ რომ ეს ის პერიოდი, რომ მსვლელობისას უკვე პარტნიორთან მსვლელობაც მეტად სასიკეთო ელფერ შეიძენს და აქ შეიძლება ასევე ოპტიმიზმი მატულობდეს თქვენში, ენთუზიაზმი, კარგი ლიდერული ორგანიზებული ცნებებით შეიძლება წარმოაჩინოთ ზოგიერთ შემთხვევაში, რაც იქნება ძალიან კარგი და ეს ის პერიოდი, რომელიც ხელს უწყობს უკვე გაუმჯობესებას პარტნიორული სასიყვარულო ურთიერთობების საშუალებთან კონტაქტიც უფრო მეტად ნაღუფიერ ელფერ შეიძენს. ამ თვალსაზრისით ეს პერიოდი უკეთესია. კარგია თქვენთვის 16 იანვრის დღე და რიცხვი და არ ვარგა 12-18 იანვრის დღეები და ეს რიცხვებიც. რაც შეეხება ახლა ქალწულის ზოდიაქოს ნიშნე დაავადებულებს, ქალწულებო უპირატესობას მოდით ავუშვათ, რომ ძალიან კარგი პერიოდია სასიყვარულო ურთიერთობისთვის. სიყვარულის დროა ქალწულებამდე ყველაფერში ჩადეთ სიყვარული, პარტნიორული სასიყვარულო კონტაქტი ძალიან მაღალ დონეზეა და დიდ სიამოვნებასაც მოგიტანთ, მათ შორის მორალურ კმაყოფილებასაც შვილებთან ურთიერთობა ერთიორად უმჯობესდება, ამიტომ ერთიანობა ხელს უწყობს იმას, რომ გაცილებით უკეთესად იმოქმედოთ, იმუშაოთ, სწორი არჩევანის გააკეთოთ, ერგოტონუსი მაღალია, ფსიქოემოციური სტაბილურობაც საკმაოდ მაღალია, ამიტომ ხარდაჭერასაც უფრო მეტად გრძნობთ, მათ შორის პარტნიორების მხრიდანაც კი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თქვენთვის, ახალი იდეები, ახალი დაინტერესების სფეროები შეიძლება გამოჩნდეს თქვენ ცხოვრებაში, ახალი შთაბეჭდილებები, სხვა შორის მგზავრობა მოგზაურობის კუთხითაც კი ძალიან კარგი პერიოდია, იმიტომ რომ ძალიან დიდ შთაბეჭდილებებს მიიღებთ იქ და ძალიან საინტერესო მოვლენები მოხდება, რომელიც ასევე ხელს შეუწყობს შემდგომ თქვენს განვითარებას წინსვლას, როგორც ლიდერი, ხელმძღვანელი, პასუხისმგებლობასაც საკუთარ თავზე აიღებთ და ერთიორად გაზრდით თქვენს ავტორიტეტს. სხვა შორის კონკურსებში ლატარებისში მონაწილეობის მიღებაც იქნება მეტად ნაყოფიერი. ყველას კარგია თქვენთვის 13-17 იანვრის დღეები რიცხვები და ვარგათ 15 იანვრის დღე და შეიძლება ამისად ეს რიცხვიც. რაც შეეხება უკვე სასწორებს, სასწორებო აქ ენერგოტონუსი თქვენი ნელ-ნელა უმჯობესდება. ამიტომ ცოტა უფრო ჯანზე მოხვდეთ, რომ იწყება განწყობა შეიცვლება, ფსიქოემოციური სტაბილურობა მეტი იქნება, მაგრამ ჯერ ახალ საქმეებს, სარისკო მოქმედებებს ხელს მოუკიდებთ, რომ მაინც ცოტა დაღლის ტენდენცია ჯერ კიდევ არის. აი ამის შემდეგ კვირა უფრო სასიკეთოა. მაგრამ ამ კვირაშიც უკვე არაერთი პრობლემა შეიძლება შედარებით ადვილად გადაწყდეს და გასვლებით უფრო მშვიდად შინაგანად გრძნობთ თავს. თუმცა შეიძლება ახალი ვალდებულებების წინაშე, ახალი საქმეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეთ. სხვა შორის ამას შეიძლება მორალური კმაყოფილებაც კი მოგიტანოთ. შეიძლება სხვა შორის მოულოდნელი სურვარელობით, ასევე ფინანსური შემოსავალიც მიიღოთ, გარკვეული პრემიები, ბონუსები ან ადრეული საქმეებიდან შეიძლება შემოვიდეს შემოსავალი, ახალი წინადადებები, ახალ პროექტებში შეიძლება ჩაერთვეთ, რაც მეტად სასიკეთოდ იმოქმედებს თქვენზე და ამ თვალსაზრისით იქნება უდავოდ სასიკეთო ყოველხრივ ეს პერიოდი. სხვა შორის აკოლაგდება ურთიერთობა უფრო მეტად ახლობლებთან, ნაცსავებთან და ამიტომ საოჯახო ურთიერთობების სტაბილურობას ბევრად ხელს შეუწყობს თქვენს წინსვლას. ეს კარგია თქვენთვის 16 რიცხვი იანვრისა და არ ვარგათ 13-18 იანვრის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვები, რომელიც ცოტა მეტ ყურადღებას ითხოვენ თქვენი მხრიდან.
რაც შეეხება მორიელი აშკარად გამოცოცხლდება, ენერგოტონუსი აშკარად მატულობს, ჯანმრთელობა უფრო მდგრადია, ლიდერია, ხელმძღვანელია, უშიშარია, მებრძოლია, უდაოდ ეს არის საინტერესო აქტიური კონტაქტების, მგზავრობის, მოგზაურობის, ახალი შთაბეჭდილებების და ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბების პერიოდია. და აქ აშკარად უკვე გრძნობთ, რომ გჭირდებათ ახალი ცოდნის მიღება, ახალი ინფორმაციის მიღება, პროფესიონალიზმის მეტად განვითარება. ამიტომ ეს პერიოდი კარგია სწავლისთვის, კითხვისთვის, მნიშვნელოვანი ინფორმაციის მისაღებად, მრავალფეროვანი კონტაქტების, შეხვედრები, მოლაპარაკებები ასევე მოიტანენ მნიშვნელოვან ინფორმაციას და აქ შეიძლება ახალი მნიშვნელოვანი პარტნიორული თანამშრომლობაც კი ჩამოყალიბდეს. ყველას კარგია თქვენთვის 18 იანვრის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგათ 16 იანვრის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. რაც შეეხება მშვილდოსნებს, უკეთესია ეს პერიოდი უდავოდ, იმიტომ რომ აქ თქვენი ენერგოტონუსი ცოტა მოიმატებს, არა იმდენად რომ ხარ რაღაც გადაიღალოთ, არა, მაგრამ ცოტა უკეთესად გნობს, მათ შორის ემოციური სტაბილურობაც მეტად იჩენს თავს და მეტი შესაძლებლობები გექნებათ, მათ შორის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის, იდეების რეალიზაციის კუთხით. სხვა შორის ეს ის პერიოდი, რომელსაც ადრე დაწყებული საქმეებიდან თქვენ შეიძლება ახლა მიიღოთ მატერიალური დივიდენდები ან ჩაართოთ ესეთ იდეებსა და პროექტებში, რომელიც მატერიალური კუთხით იქნება შემდგომ საკმაოდ მონგებიანი. ყველგან იმოქმედეთ პრინციპით 7 ჯერ გაზომე, ერთხელ გაჭარით. სანამ რაიმეს ეთქვით, ან იმოქმედეთ. იმიტომ რომ ესეთი მოქმედება იქნება გაცილებით უფრო სწორი და უფრო მეტ სასიკეთო ცვლილებებს შემოიტანს თქვენ ცხოვრებაში. ანუ უფრო სტაბილური პერიოდი გეუდებათ წინ. ყველას კარგია თქვენთვის 15 იანვრის დღე და ეს რიცხვი, არ ვარგათ 13, 17 იანვრის დღეები და ეს რიცხვებიც. რაც შეეხება თხის დგას, მთავარი ფავორიტი ამ პერიოდისა, ენერგოტონუსი აქ მაღალი, ამიტომ ეს ნიშანი აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანია, შეიძლება პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ თავზე, გამოვლინოს ლიდერული ორგანიზებული მონაცემებით, ფრიად შრომის უნარიანია, ნებისყოფიანია, ფრიად დინამიური პერიოდი, ერთ სიტყვით. კონტაქტები, შეხვედრები, მოლაპარაკებები, მგზავრობა, მოგზაურობა, მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება, ეს ყველაფერი წინა პლანზე წამოიწევს. და ეს პერიოდი, რომელსაც პირადი ურთიერთობაც ახლებურად განვითარდება, პროფესიონალური სფეროც, აქ საინტერესო პერსპექტივები გამოჩნდებიან, ამიტომ შესაძლებლობები ყველა დონეზე გაქვთ, რაც შეიძლება მეტად აქტიურეთ. მიდექით, მოდექით, რომ თქვენ ხალხი შეაწუხეთ, იმოძრავეთ, იმიტომ რომ აქ გაქვთ ძალიან კარგი შანსები. ყველა სფეროში იყოთ ფრიად წარმატებული. ყველას კარგია თქვენთვის 12, 18 იანვრის დღეები, ეს რიცხვები და არ ვარგათ 16 იანვრის დღე და ეს რიცხვიც. თუმცა 18 გახსოვდით, რომ მაინც კარგია თქვენთვის, მაგრამ ცოტა მაინც დაძაბულია ეს დღე, იმიტომ რომ გაგშორდება ახალ მთვარეობას და მაინც ცოტა ურთიერთობების კუთხით ცოტა მეტი ტაქტით აუდაჭირა გმართებთ ამ დღის წვეულობისას. რაც შეეხება ახლა უკვე მერწყულებო, აქ უფრო ცოტა გამოცოცხლდებით, იმიტომ რომ ერგოტონუსი ნელ-ნელა იწყებს ამაღლებას. ამიტომ ცოტა ჯანზე მოხვალთ, ნაკლებად იღლებით, თუმცა ჯერ კიდევ მაინც იღლებით. ამიტომ ზედმეტ საკუთარ თავზე ნუ აიღებთ ზედმეტ პასუხისმგებლობა, ძალიან გადაიღლებით დრო და დრო გამოაძინეთ საკუთარი თავი, ამის შემდეგი კვირა უფრო უკეთესი იქნება თქვენთვის, მაგრამ ამ კვირასაც არა უშავს, თუ არ გადაიღლებით, მაშინ პოზიტიური შანსების პერსპექტივები ადვილად წარმოჩნდებიან. ამ პერიოდში აქ სხვაშორის თქვენი შარმი, მატულობს ქარიზმა, მატულობს რა ის გამოც უფრო პოპულარული ხდებით საზოგადოებაში. სხვაშორის სასიყვარულო კონტაქტებისთვისაც ძალიან საინტერესო პერიოდია. შეიძლება ახალი რაღაც ინტერესები გაჩნდეს თქვენ ცხოვრებაში, რაღაც გარკვეული ცვლილებებიც ურთიერთობებში იქნება უფრო სასიკეთო ელფერის, მაგრამ ენას ყველი დააჭირეთ. საიდუმლო დაიცავით. ზედმეტს ნუ ვილაპარაკებთ თქვენი გეგმების, სურვილების, ან თუნდაც შინაგანი მდგომარეობის შესახებ, რათა სხვებმა ეს არ გამეყენონ თქვენს საწინააღმდეგოდ. აქ ჯობია დასახოთ ახალი საქმეები, მაგრამ ჯერ არ დაიწყოთ. და აქვე აღნიშნოთ, რომ ეს პერიოდი, როდესაც შეიძლება თქვენ ცვლილებები, ტრანსფორმაცია მოხდეს თქვენ ცნობიერებაში, ტრანსფორმაცია მოხდეს თქვენ რწმენაში. აი ამ კუთხითაც ეს პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი მათ შორის შემდგომი სულიერი განახლებისა და განვითარების კუთხით. ყველას კარგია თქვენთვის 14 იანვრის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგათ 12 და 17 იანვრის დღეები და ეს რიცხვები. რაც შეეხება თევზების ზოდიაქოს ნიშნით აუდევლებს, კვირაუდაოდ კარგია, ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადია, ნიშანი აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანია. აღნიშნოთ, რომ რაღაც შინაგანი უშიშარი ხასიათიც მეტად მატლობს ინტუიციაზე დაყრდნობით, სწორად ჩვენს გააკეთებს, შეიძლება რაღაც ახალ საქმეში მოსინჯოთ.
თქვენი ძალების შესაძლებლობები უფრო მეტად წარმოაჩინოთ, თქვენი მონაცემები, მათ შორის შემოქმედებითი ნიჭი, პროფესიონალური განვითარებისათვის ცოდნის მისაღება და ცოდნის გასაფართოებლად ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია რეფორმების დროა კვლავ და კვლავ. ინტერნეტთან აქტიური კონტაქტებია საჭიროა, აქედან მიიღებთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია და შეიძლება საინტერესო ადამიანებს გაიცნოთ, რაც უფრო მეტად არასტანდარტულად იაზროვნებთ, იმოქმედებთ, მით უკეთესი მეგობრული ურთიერთობები უმჯობესდება და მათი თანადგომაც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და სასიკეთო და რაც უფრო მეტად სიახლეებს დანერგავთ, შეიძლება ახალი მეთოდოლოგია შემოიტანოთ, ახალი აზროვნება, ეს უფრო უკეთესად წარმართავს თქვენ შესაძლებლობებს და შანსებს. მთლიანობაში ეს კვირა უდაოდ კარგია. ყველაზე კარგია თქვენთვის 13-17 იანვრის დღეები რიცხვები და არ ვარ გათ 15 რიცხვი და 18-იც ისიც კვირა დღე, ცოტა ფრთხილად გავიაროთ, იმიტომ რომ ახალმთვარეობასთან არის დაკავშირებული. სწორედ ამ ინფორმაციით, საუკეთესო სურვილებით მე კვლავ და კვლავ მინდა მოგილოცოთ უკვე ძველი კალენდრით, ასე ვთქვათ, ახალი წელი, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ეს ახალი წლის დადგომა, მოგისურვოთ ყოველივე კარგი, ჯანმრთელობა, ხვავი, ბარაკა, დიდი სიყვარული და დიდი სიხარული. ამით გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.